საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრება, რომ მიზის შედეგობრივობა გარდაუვალია. კაცობრიობა უხსოვარდურიდან აღიარებს, რომ არსებობს გარკვეული უზენაესი სამართალი, რომელიც ადამიანურ კანონებზე მაღლა დგას და სამყაროში მორალურ ბალანსს ინარჩუნებს. დამნაშავე ადრე თუ გვიან აუცილებლად აგებს პასუხს დანაშაულისთვის. რაც ადასტურებს, რომ თითოეული ბოროტება, რაც ადამიანი ჩაიდენს, არ დარჩება პასუხგაუცემელი. ამ კონტექსტში ინდივიდი თავად ხდება საკუთარი ბედისწერის განსაზღვრელი. ის სასჯელი თუ განსაცდელი, რომელიც მას ეწევა, არა შემთხვევითობა, არამედ მისივე ნებისა და ქმედების ლოგიკური შედეგია. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ქართული ანდაზა, რაც მოგება დავითაო ყველა შენი თავითაო. ხშირად ადამიანს ჩვევია საკუთარი მარცხით წარუმატებლობა ბედისწერას, იღბალს ან სხვათა უსამართლო ქცევას დააბრალოს. თუმცა ადამიანს აქვს თავისუფლება მოიქცეს ისე, როგორც სურს. მოცემული ანდაზა კი გვახსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება სამართლიანი შედეგი. ხოლო თუ აღიარებთ, რომ ინდივიდის ქცევა მათივე ნების გამოხატულებაა, მაშინ მათ ხელშია საბოლოო შედეგიც. ესაა სამყაროს სამართლიანობის უმთავრესი კანონი. ადამიანი თვითონვე წარმართავს საკუთარ ცხოვრებას. უზენაესი სამართალი ყოველთვის თვალის შესამჩნევი სასჯელით არ გამოიხატება. ხშირად დამნაშავე პასუხს აგებს შინაგანი ტკივილით. ბოროტება, რომელსაც ადამიანის ხოს მიმართ იტენს, პირველ რიგში მისავე სულში იდგამს ფესვებს. როგორც კი პიროვნება გადააბიჯებს მორალურ ზღვარს, ის კარგავს შინაგან სიმშვიდეს, სულიერ წონასწორობას და ადამიანურ სახეს. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენისას ადამიანი კარგავს იმას საშფას რამეს, ვიდრე იგი ამგვარი ქცევით მოიპოვებს. სამყარო ერთიანი ეკოსისტემაა. ნებისმიერი უსამართლო ან ბოროტება არ ღვევს წონასწორობას. ფიზიკის კანონის მსგავსად, ქმედება იწვევს ლოგიკურ ქმედებას, მორალურ სამყაროში უკეთრობა ბუმერანგივით ბრუნდება. ეს არაა შურისძიება, არამედ წონასწორობის აღდგენა. დამნაშავე თავადვე ქმნის იმ ნეგატიურ გარემოს, რომელიც საბოლოოდ მასვე შთანთქავს. იბადება შეკითხვა, რატომ არ ირჩევიან ბოროტებები მყისიერად. რეალურად კი ის, რომ სასჯელი აგვანებს, არ ნიშნავს, რომ იგი არაა გარდაუვალი. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხშირად ყველაზე მძიმე სასჯელი სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი თავს დაცულად გრძნობს. ეს ერთგვარი ცხოვრებისწრიული ირონიაა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანური ძალაუფლების ამოღებას უზენაეს წესრიგის სამართლიანობის წინაშე. სწორედ ბედი მდევარმა, ან უზენაესმა სამართალმა დაიგვენა მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „ჯაყოს ხიზნები“. ტექსტში აღწერილია უსამართლო ეპოქა, რომელშიც აღზევდნენ მედროვეები, ხოლო განათლებული ინტელიგენტები დაიჩაგნენ. ისარგებლა მომენტით უზნეო ჯაყო ჯივაშვილმაც და მიისაკუთრა თეიმურაზ ხევისთავის მამულიც და მეუღლეც. თუმცა დაგვანებული ბედი მდევარი მას საბოლოოდ დაეწედა აღასრულა სამართალი. ისედაც სუნდარვალია ზედაცემული ჯაყოს სასჯელი კი შინაგანი ტკივილი და სინდისის ქენჯნა ვერ იქნებოდა. ამიტომაც მან დაკარგა ის, რაც მისთვის უმთავრესი იყო, ძალაუფლება. ანუ აღსრულა სამართალი. თუკი მიხეილ ჯავახიშვილის რომანში უზენაესი სამართალი გარეგნული სოციალური კატასტროფითა და ბედი მდევრის დაგვანებული სასჯელით ვლინდება, ფიოდორ დოსტოევსკის წიგნში დანაშაულის სასჯელი ეს პროცესი მეტად ღრმაა და ადამიანის ცნობიერში მიმდინარეობს. ტექსტში რასკოლნიკოვისთვის სასჯელი იწყება არა ციხის გისუსებს მიღმა, არამედ სულის მოქნევისთანავე. მისთვის სასჯელი საკუთარი სინდისი აღმოჩნდა, რომელიც შინაგანად ტანჯავს პერსონაჟს. ავტორი ხაზს უსვამს, რომ კოსმიური სამართალი და სამყაროს წესრიგი არ უშვებს ადამიანის იდეას, რომელსაც შეუძლია არ დაემორჩილოს კანონებს. დანაშაულის სასჯელი ამტკიცებს, რომ ხშირად დამნაშავის სასჯელი მართლაც მყისიერია, რომლის შემცემაც მეტად რთულია. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს მორალურობა ისე ამოწყობილი, რომ არც ერთი ქმედება არ რჩება ადეკვატური პასუხის გარეშე. ჯავახიშვილისა და დოსტოევსკის შემოქმედება სხვადასხვა პერსპექტივიდან გვიდასტურებს ერთ და იმავე ჭეშმარიტებას. ადამიანი თავადვე განსაზღვრავს საკუთარ ხვედს. იქნება ეს ჯაყოს მსგავსად გარეგნული ძალაუფლების დაკარგვა, თუ რასკოლნიკოვის მსგავსად სულიერი ტკივილი და შინაგანი ტანჯვა. საბოლოოდ, ცხადია ანდაზა, რაც მოგება დავითაო ყველა შენი თავითაო, აღწერს ბუნებრივ კანონზომიერებას, უზენაეს სამართალს. ვიმედოვნებ თანამედროვე ადამიანები თითოეულ გადაწყვეტილებამდე გაიხსენებენ ამ ანდაზას, რადგან ის, რაც ინდივიდს ემართება მისივე ქმედების არჩევანის ანარეკლია. It is widely believed that everything in life has a cause and effect. Since ancient times, people have understood that there is a higher law that stands above human laws and keeps moral balance in the world. A person who does wrong will sooner or later face the consequences of their actions. This shows that every bad action will eventually be answered. In this sense, a person shapes their own future. The difficulties or punishments they experience are not random, but the natural result of their own choices and behavior. This idea is expressed in the Georgian proverb, "Whatever happens to you, it all comes from yourself." People often blame their failures on fate, luck, or other people. However, everyone has the freedom to choose how they act. This proverb reminds us that our decisions lead to the results we experience. If we accept that a person's actions come from their own will, then their outcomes also depend on them. This is the basic idea of justice. People are responsible for their own lives. Justice does not always appear as visible punishment like prison or physical pain. Sometimes it comes as inner suffering. When a person does something wrong, it first harms their own soul. By crossing moral boundaries, they lose peace of mind, balance, and a sense of humanity. In this way, they lose something more valuable than anything they may gain from wrongdoing, inner peace and freedom. The world works like an ecosystem. When injustice happens, it disturbs the balance. Similar to the idea in physics that every action has an equal and opposite reaction, moral actions also have consequences. Wrongdoing often returns to the person like a boomerang. This is not a revenge, but a way of restoring balance. People create negative situations that eventually affect them. Some may ask, why is not punishment immediate?
The truth is that even if it is delayed, it is still unavoidable. Often the greatest punishment comes when a person feels safe and is secure. This shows how limited human control is compared to the higher order of justice. This idea of justice is shown in Mikhail Ջավախიშვილ's novel Ջակոս խիզնები. The novel describes a time when dishonest people gained power while educated and moral people suffered. Ջակո Ջավախիշvili took advantage of the situation and took Teimuraz Xevisdavis property and wife. However, in the end, justice caught up with him. For someone like Ջակո, inner guilt was not enough punishment. Instead, he lost what mattered most to him, his power. In Ջավախიშvili's novel, justice appears through outside events and delayed consequences. In Fyodor Dostoevsky's Crime and Punishment, justice works more deeply inside a person's mind. In this novel, Raskolnikov's punishment begins the moment he commits the crime. His real punishment is his conscience, which causes him great inner suffering. The author shows that no one can escape the moral laws of the universe. The novel teaches that punishment often begins immediately, even if it is not easy to see. In conclusion, the moral system of the world is short that every action has a result. The works of Ջավախիշvili and Dostoevsky both show the same idea. A person is responsible for their own fate, whether through losing power like Ջակո or through inner pain like Raskolnikov. In the end, the proverb, whatever happens to you, it will come from yourself, reflects the natural law of justice. People should remember this when making decisions, because what happens to us is the result of our own actions.